აჭარული ხაჭაპური. სახაჭაპურე რესტორანი აჭარულა წარმოგიდგენთ საქართველოში ერთ-ერთ პოპულარულ კერძს, რომლის სახელწოდებაა აჭარული ხაჭაპური. აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესს წარმოგიდგენთ რესტორნის შეფმზარეული ირაკლი მესხი. აჭარული ხაჭაპურის მომზადებისთვის საჭიროა: ფქვილი 150 გრამი, ყველი იმერული უმარილო 100 გრამი, სულგუნი 15 გრამი, კვერცხი 1 ცალი, საფუარი 2 გრამი, მზესუმზირის ზეთი 20 გრამი, კარაქი 10 გრამი, მარილი, წყალი. რა გვჭირდება აჭარული ხაჭაპურის მოსამზადებლად? თასი, კოვზი, ჩანგალი, ფუნჯი, ცომის საჭრელი. მომზადების წესი შემდეგნაირია: თასში ჩავასხათ წყალი, დავამატოთ საფუარი, მარილი გემოვნებით, გავხსნათ წყალში. დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომის მასა. დავამატოთ მზესუმზირის ზეთი. მოზელილი ცომი დავდოთ თბილ ადგილას და დავაცადოთ 20 წუთი. უმარილო იმერული ყველი დავფშნათ ხელით, დავამატოთ წყალი, ფქვილი და მოვზილოთ. ავიღოთ ცომის გუნდა, ვაბრტყელებთ შუა ნაწილს. შემდეგნაირი მოძრაობით ვაძლევთ სასურველ ფორმას. დავამატოთ ყველი. ზემოდან მოვაყაროთ სულგუნი და მოვათავსოთ ღუმელში. ვაცხოთ ღუმელში 220-250 გრადუსზე 10 წუთი. გამოვიღოთ ხაჭაპური. ჩანგლის შემდეგნაირი მოძრაობით მოვაცილოთ ზედმეტი ცომი. ისე რომ გამდნარი ყველის მასა არ დავაზიანოთ. დავამატოთ კვერცხის გული, შევდოთ ღუმელში და დავაყოვნოთ 1 წუთი. გავასუფთავოთ ფუნჯით, დავამატოთ კარაქი. სუფრასთან მივიტანოთ ცხელი.